გავაგზავნოთ ამოცანების განხილვა 151 ნომრიდან. ერთ ჯიხურში ერთელ ორჯერ მეტი მურახი მიიტანეს ვიდრე მეორეში. პირველ ჯიხურში ყოველ საათში 90 ლიტრ მურახს ყიდიან, ხოლო მეორეში 80 litrს. 2,5 საათის შემდეგ მეორე ჯიხურში 65 litrით ნაკლები მურახი დარჩა. მოდით სტანდარტულად დავიწყოთ. პირველი ჯიხური. მეორე ჯიხური. ერთ ჯიხურში ერთელ ორჯერ მეტი მურახი მიიტანეს ვიდრე მეორეში. მეორეში თქვათ მიიტანეს x-ი, პირველში მივიტანიათ 1,2 x-ი. პირველ ჯიხურში ყოველ საათში 90 ლიტრ მურახს ყიდიან. ანუ ერთ საათში ყიდიან პირველში 90 litrს, მეორეში 80 litrს. 2,5 საათის შემდეგ 2,5 საათის შემდეგ დარჩა. პირველში რამდენი დარჩებოდა? 1,2 x გამოკლებული 2,5 ჯერ 90, ხო? 2,5 ჯერ 90 გაიყიდებოდა და დარჩენილი დავთვალოთ საწყის უნდა გამოვაკლოთ. და მეორეში x გამოვაკდებოდა 2,5 ჯერ 80. და ამის შედეგად მეორე ჯიხურში 65 litrით ნაკლები დარჩა. ანუ პირველში ესე იგი მეტია, ხო? 65 litrით მეტი. აბა რა მერიოს ახლა რომელშია მეტი, რომელშია ნაკლები? მეორე ჯიხურში 65 litrით ნაკლებია, მეორეშია ნაკლები. კარგი, მოდი დავწეროთ განტოლება ახლა. ესე იგი 1,2 x გამოკლებული. მოდი 5 მეორედი ხო არ დავწერ, მოდი 5 მეორედს დავწერ 2,5-ის მაგალითად, აი 5 მეორედი ჯერ 90 და იყოს. და დავთამაშოთ მე რჩხილებს გარეთ გადაგეთ, ასე. 90 ეს არის მეტი მეორეზე, ხო? ანუ მეორეს დავუმატებ 65-ს, x გამოკლებული 2,5 20 და მეორეს, ხო მეორე იყო მთლიანად დაემატებოდა 65. ჩხილიც და 65. კარგი, მოდი x-ი გადავიტანოთ აქეთ. 1,2-ს რომ გამოვაკდებოდა x-ი იქნებოდა 0,2. ეს აქეთ გადავიტანოთ შეკრებით, ხო? და 2,5-ს თუ გავიტან ჩხილებს გარეთ, ეს ხო იქნებოდა 2,5 ჯერ 90 მინუს 2,5 ჯერ 80, ანუ 90 მინუს 80. ეგ რამდენია? ეგ ხო 10-ია. შესაბამისად, ეგ გამოდის 25, 25-ს დამატებული 65, ეგ არის 90, ხო? 0,2 x იგივე 2/1, ანუ 1/5 x-ია და x-ი გამოდის 450. რამდენი ლიტრი მურახი მიიტანეს თითოეულ ჯიხურში? ნუ პირველში, მეორეში მიუტანიან 450 ლიტრი და შესაბამისად პირველში 1,2 ჯერ მეტი, ანუ იდეაში ეს არის 6/5, ანუ 540 ლიტრი იქნებოდა, მაგრამ ეს რთული დასათვლელი შეგიძლიათ გამოთვალოთ. 52 ამოცანა. პირველი ჩანს, ხო? 200 გადავყეთ მანქანაზე, სამუშაო დღის დასაწყისში შეკვეთები გაანაწილეს. პირველ მანქანაზე უნდა გადაეყოთ 500 ცალით ნაკლები, ვიდრე მეორეზე. პირველი მანქანა საათში იგივე სიტუაცია არის. მოდი საკუთრად 152. აი, ხო გაანაწილეს შეკვეთები და ესე იგი პირველზე და მეორეზე მანქანაზე უნდა გადაეყოთ 500 ცალით ნაკლები, ვიდრე მეორეზე. ანუ პირველზე თუ 500 ცალს გადაიღებდნენ ცალი, მეორეზე გამოდის x + 500 ცალი, ხო?
ასე ცალი. პირველ მანქანას საათში 1500 ცალას საკეთებს. ანუ ერთში პირველი აკეთებს 1500, მეორე კი 2000. 3 საათის მუშაობის შემდეგ პირველ მანქანას გადასაღები 1/5-ჯერ მეტი დარჩა. ანუ 3 საათის შემდეგ დარჩა. პირველს რამდენი დარჩებოდა? რა თქმა უნდა, x გამოკლებული 3-ჯერ 1500, ხო? და მეორეს, ანუ x + 500 დარჩებოდა გამოკლებული 3-ჯერ 2000. და პირველ მანქანას გადასაღები 1/5-ჯერ მეტი დარჩა. ანუ დარჩენილი ეს არის 1/5-ჯერ მეტი, ხო? ანუ რომ დავлагдეთ ახლა პირველი გამოდიოდა x - 4500, მეორე გამოდიოდა x - 2000 რომ მოვაკლებოთ 6000, ეს არის 5500, ხო? 500 გამოკლებული 6000 და შესაბამისად ეს 1/5-ჯერ მეტია, ხო? ანუ მეორე უნდა გავამრავლოთ x - 5500, უნდა გავამრავლოთ 1/5, ანუ 3/2-ზე, რომ მივიღოთ პირველში დარჩენილი, ხო? იმიტომ პირველში 3/2-ჯერ მეტი იყო დარჩენილი. იგი 3 გამრავლდება ამაზე. 2 აქეთ გადმოვა გამრავლებით. 3x გამოკლებული ეს არის 15000 დამატებული კიდევ 500 3-ჯერ, ანუ 16500. ეგ არის 2x - 9000. ნუ გადმოვა იქეთ x-ი, აქეთ გადმოვა შეკრებით 7500. კითხვა: რამდენი ცალი ასლ უნდა გადაეღო თითოეულ მანქანას? ნუ გამოგვივიდა ჩვენ პასუხი 7500 და შესაბამისად 8000. ნუ პირველს ექნებოდა 7500, ხოლო მეორეს ექნებოდა 8000 გადასაღები. 150. წლის დასაწყისში A ფირმის შემოსავალი B ფირმის შემოსავალზე 180,000 ლარით მეტი იყო. წლის ბოლოსთვის A ფირმის შემოსავალი გაორმაგდა. B ფირმისა კი მხოლოდ 20,000 ლარით გაიზარდა. საინტერესო. ამიტომ წლის ბოლოსთვის A ფირმის შემოსავალმა B ფირმის შემოსავალს 500,000 ლარით გადააჭრა. კარგი, ანუ წლის დასაწყისში, ხო? წლის დასაწყისი. A ფირმა და გვაქვს B ფირმა, ხო? წლის დასაწყისში რა იქნება? ხო. იყოს x იქონდეს b-ს, 100 ექნებოდა x + 140,000. წლის ბოლოს გაორმაგდა პირველის შემოსავალი, ანუ გამოდის, რომ გახდა 2-ჯერ x + 140,000 და მეორესი გაიზარდა მხოლოდ 20,000-ით. ასე გახდა. და ამის შედეგად A ფირმამ 500,000 ლარით მეტი მიიღო, ხო? A ფირმის შემოსავალ B ფირმის შემოსავალს 500,000 ლარით გადააჭარბა, ხო? ანუ განსხვავება მით მეტია რა. რისი ტოლი იყო წლის დასაწყისში B ფირმის შემოსავალი?
ეს იქნებოდა. კარგი, დავწეროთ განტოლება. ანუ პრინციპში ორჯერ x plus 140,000 ტოლი არის x plus 20,000 plus 500,000. ну აქ 2x იქნებოდა x გადმოვიდა გამოკლებით არის x აქ 220,000 იქნებოდა გამოკლებით ანუ 520,000 გამოკვდებოდა 280,000 და შესაბამისად ეგ რამდენია 24,000 ხო? უბრალოდ 240,000. ანუ B ფირმას იქნებოდა 240,000 და მაგას ვეკითხებიან წლის დასაწყისში B ფირმას რამდენი ჰქონდა. ბატონო. ამბობ ნახოთ 154. რაგბის 7, კალათბურთის 2 და ფეხბურთის 5 ბურთი 360 ლარი ღირს. ანუ 7 მე ასე როგორც აუცილებლად სამახსოვრო სხვათა შორის ცვლადი შემოტანა არ მიყვარს 7 რაგბის 2 კალათბურთის ნახოთ თუ ეყოფა და თუ მიეკუთვნება ასეთ საკმარისი იყოს მარტო ჩაწერა იმ ჟანრს 5 ფეხბურთის ხო ასე ფეხბურთის 360 რაგბის 5 რაგბის ასე 2 კალათბურთის და 7 ფეხბურთის 340 ლარი. რამდენი ლარი ძვირია რაგბის ბურთი ფეხბურთის ბურთზე ანუ რამდენი ლარი ძვირია რაგბის ბურთი ანუ რაგბისას რომ გამოვაკლო ფეხბურთის რამდენს მივიღე. მოდი გამოვაკლოთ სადაც ქვედა. კალათბურთი ხო გააბატიოს ერთმანეთს. 7 რაგბის მინუს 5 რაგბი ანუ 2 რაგბის ბურთი დაგვრჩა. 5 ფეხბურთისას -7 ანუ -2-ია ხო -2 ფეხბურთის. ამათი სხვაობა 20-ია. 2-ზე თუ შეგვეცდით ყველაფერს, რაგბს მინუს ფეხბურთი იქნებოდა 10. პასუხი 10-ია. საკმაოდ მარტივი ამოცანა ხო? 155 მეხუთე. ამზიდან გამოუშვეს მასში არსებული წყლის 2/5. შემდეგ დარჩენილის 1/4. რამდენი ლიტრი წყალი იყო აუზში, თუ ამის შემდეგ მასში დარჩა 440 ლიტრი. თავიდან იყო 10 ლიტრი, ხო? მოდი ახლა ორი ცვლილება ხო მოხდა. პირველი ცვლილების შემდეგ. აი, შემდეგი პროცესი რა დარჩა? რა შეცვალა? ანუ რამდენი მოაკლეს კი რა დარჩა პირველი ცვლილების შემდეგ. ნახეთ 2/5 ნაწილი ხომ გამოუშვეს. ესე იგი ხომ დარჩებოდა 3/5. ეს მეორე ცვლილების შემდეგ. ახლა ნახეთ რა ხდება მეორე ცვლილების შემდეგ უკვე დარჩენილის 1/4 ნაწილი გამოუშვეს, ეს გამოშვებაზეა. აიღეს, ანუ რა დარჩებოდა? 3/4, ანუ 3/5 x-ის 3/4 ექრები, ანუ 1/4 თუ მოაკლეს, 3/4 დარჩებოდა. ოღონდ რისი დარჩენილის, ანუ 3/5 x-ის. მიხდით ხო, ალბათ რთულად არ გიხსნით ახლა. ნუ ჯერ იყო x-ი, მერე რომ მოაკლეს 2/5 ნაწილი, ხო? დარჩა 3/5 x-ი, მერე ამას მოაკლეს 1/4, მაგრამ ამას რომ აკლებენ, 3/5-ის 1/4-ს აკლებენ, ანუ 3/5 x-ის 3/4 რჩება. ანუ მის შემდეგო საბოლოოდ დარჩა 450, ანუ ორი ცვლილების შემდეგ, ესე ეგ გამოდის ზუსტად 450, აი ეს გამოდის 450. ესე იგი 9-20 x უდრის 450, 9 შეგვიძლია შევკვეცოთ და x-ი გამოდის 20 ჯერ 50, ანუ 1000. ამას გვეკითხება.
56. ორმოება პირველ დღეს დაამუშავა მთელი ნაკვეთის 2/5 ნაწილი. სულ რამდენი ნაკვეთი ჰექტარია თუ დასამუშავებელი დარჩა? ანუ სულ ვთქვათ არის x ჰექტარი. პირველ დღეს რა ხდება? მთელი ნაკვეთის 2/5 ნაწილი დამუშავდა. ანუ 2/5 ჰექტარი. მეორე დღეს კი მთელი ნაკვეთის 1/3, ისევ მთელი ნაკვეთის, ხო? აჰა. მეორე დღეს ანუ გამოდის 1/3 x-ის დარჩენილის კი არა, მთელი ნაკვეთის. და კიდევ 3 ჰექტარი ბოდიში. ეს დაგვისრულებია, ესე იგი +3. არა გვერდოს პირობა დარჩენილს არ გულისხმობს, ფერმერმა პირველ დღეს დაამუშავა მთელი ნაკვეთის 2/5 ნაწილი, მეორე დღეს კი მთელი ნაკვეთის, ანუ ისევ x-ის 1/3 ნაწილი და კიდევ 3 ჰექტარი. სულ რამდენი ჰექტარია თუ დასამუშავებელი დარჩა? კიდევ დარჩა. ცხრა. ანუ ჩვენ აქ უკვე წინა ამოცანაში მაგალითად რომ მქონდა იქ რა რჩებოდა ყოველი ცვლილების შემდეგ იმას ვწერდი და ახლა რა რჩებოდა კი არა, რა მოაკლეს, რა გააკეთეს იმას ვწერ. ამიტომ ამათი სამივეს ჯამი იქნებოდა სწორედ x-ის ტოლი რა. პირველ დღეს რაც გააკეთეს, მეორე დღეს რაც გააკეთეს და რაც დარჩა საბოლოო ჯამში. ახლა მოდი აქ შევკრიბოთ 2/5-ს რომ დავუმატოთ 1/3 არის 15 საერთო ნიშნულებით 15 გაყოფილი 5-ზე 3 სამჯერ 2 6x აქ არის 5x პლუს 3 და 9 12 აქ 11 ანუ x უდრის 11 მე 15x პლუს 12 აქ იქნებოდა 4 მე 15 x უდრის 12 და x-ი გამოგვივიდა 45-ის ტოლი. კარგი, რამდენი ჰექტარია ნაკვეთი? წესით რომ მივიღეთ პასუხი 45 უნდა იყოს. 57. ვიარაბრე ბანკიდან თავდაპირველად გამოიტანა თავისი თანხის 1/4 ნაწილი. ანუ ვთქვათ, სულ ჰქონდა თავიდან ეს x-ი ლარი. პირველად, ანუ პირველ ჯერზე ასე. თავისი თანხის 1/4 ხომ გამოიტანა. კი ბატონო, 1/4 x-ი. მეორედ მოდი გამოიტანას დავწერ. პირველად გამოიტანა მეორედ გამოიტანა დარჩენილი თანხის 4/9. ანუ 1/4 x-ის 4 დარჩენილი თანხის ბოდიში და აბა მოდი მივხვდეთ ახლა დარჩენილი რა იქნებოდა თუ 1/4 გამოიტანა. დარჩენილი 3/4 არ იქნებოდა? ანუ 3/4 x-ის 4/9 და კიდევ 64 ლარი. კი ბატონო. ამის შემდეგ მას ბანკში დარჩა მთელი თავისი ანაბრი 3/4, ანუ დარჩა ორი ცვლილების შემდეგ 3/4 x-ი მთელი ანაბრის. გვერდი მარტივია ხლა აქ შეგვეცებოდა 1/1 ანუ 1/13 x პლუს 64. და რა გამოდის? ანუ x-ი ტოლი გამოდის 3 ამათი ჯამის 1/4 x პლუს 1/13 x პლუს 64 და პლუს 3/4 x. მოვხდათ ახლა, მოდი მარჯვენა მხარეში x-ები გავერთმშველიანოთ, აი ეს 4-3 და 20 საერთო ნიშნელი არის 60. 60 გაყოფილი 4-ზე 15. 60 გაყოფილი 3-ზე 20 და 60 გაყოფილი 20-ზე 3 და კიდევ 3-ზე ანუ 9x. ხო, დამატებული 64.
აქედან რა გამოდის ეს არის 15, 20, 35, 35 პლუს 4, 44, ეს 60 x-ი, ეს იქით გადავა გამოაგდება 76 მე 60 გამოდის. ერთ 6 და 64 შეგვიძლია შევკვეცოთ და x-ი გადმოვა 60 გადმოვა გამრავლებით 4-ზე გამრავლდება და 240 გამოდის. ანუ ანაბარზე ქონია 240 ლარი თავიდან და კითხვა რა იყო? რა თანხა იყო შეტანილი ბანკში? კი ბატონო. ნუ ასეთ ამოცანებს აკეთებენ ნახშოტითაც. ვთქვათ ეს რომ წარმოვიდგინოთ არის მთელი თანხა. ხო? და მე ავდექით და მისი 1/4 ნაწილი, ანუ დაახლოებით ეს რომ წარმოვიდგინოთ ახლა, ცოტა ძლება, ეს არის პირველი გამოტანა, ხო? პირველი გამოტანა მისი 1/4 ნაწილი ვაკეთებ. მე დარჩენილის, რა წერია აქ, 4/9, ხო? დარჩენილის 4/9. მოდი ასე გადავხედოთ ახალ ნახეთ. და ანუ უკვე მთელის როლში რა გვევლინება ჩვენ. მოდი ასე გადავხატავ აქ. ასე. ანუ ამის 4/9. ჭრეთ აქ. ასე და ეს არის ცოტა იქნება თითქმის ნახევარია, ხო? 4/9, ნუ 10 იყო რა. ეს მოაჭრეს. არა და კიდევ 64, ხო? 4/9 და კიდევ 64. ლამაზად გამოდის ასე, რაც ისე რა. რთული დასანახია ცოტა. ნუ ამას 4/9 ნაწილს კიდევ ემატება მოდი აქ ასე ვქნათ 64 ლიტრი, ხო? ეგეც წავიდა იდეაში, ხო? 64 ლიტრი. 4/9 და კიდევ 64. მე და საბოლოოდ რჩება მოდი ვნახოთ. აი ეს ნაწილი რჩება, ხო? საბოლოოდ რჩება ეს ნაწილი. და ეს არის იდეაში მთელის რაც იყო თავიდან 3/4, ხო? ეს არის 3/4 საწყისის. პრინციპში როგორ შეგვიძლია ახლა დავთვალოთ, ხა ეგ ძალიან არამარტივს არ მე ვხედავ. ახლა არის რიგი შემთხვევები, როდესაც ნახატმა შეიძლება საკმაოდ კომფორტული გახადოს ამოხსნის პროცესი და მოდი ახლა რომ დავფიქრდეთ აქ, როგორ შეგვეძლო ვთქვათ მარტივად დაგვინახა. ანუ ვთქვათ ეს ნაწილი არის 3/4, ხო? და ისევ თელზე მოგვიწევს ალბათ გადავისამართება ამ შემთხვევაში, ანუ სულ იქნებოდა 1/x იგივე, აი იდენტური ამოცანა გამოდის ამოხსნით. 1/x მოარასდება იცით ასეთი მეთოდი უფრო კარგი რა დროს აი მაგალითად რომ ცოდნოდა საბოლოოდ რამდენი ჰექტარი დარჩა, აი ბოლოდან წამოყვებოდით და გავარკვევდით, ვიტყოდით სულ თავიდან რამდენიც აი მაგდარი ამოცანა თუ შევთ და განახებთ მე ამას როგორ გამოვიყენებთ და თუ ახლა აქ რა შეიძლება იყოს თქვათ აი ეს 3/20 ნაწილი ამ დიდის მთელის და აქ აი მაგალითად ეგ არის ახლა 5/9 ნაწილი, ხო? 64 და 3/20. 5/9 რისი? მთელის არა, აი აქ რაც იყო. მე განსაკუთრებული მომგებიანი ეგ არის, აი
რა დროს გამოგადგებათ გავსი მიდგომა, ბოლოს რომ ვცოდნოდათ რამდენი ჰექტარი დარჩა, უკვე კარგად წაყვებოდით რა, კარგად დალაგდებოდა. პირობითად აქ თუ დარჩებოდა პრინციპში დროს 3/4 240-ის რამდენია 3/40 ჩვენ თვითონ რო შევხსნათ ახლა 60. ეგ გამოდის 12-36, ხო? ნუ მოგცოდნოდა მაგალითად ამოცანა გვიყვება ასე, ნუ პირველ ჯერზე გაიტანა 1/4, მეორე ჯერზე დარჩენილი 4/9 და კიდევ 64 ლარი და კიდევ ჯიბეში დარჩა 36 ლარი. როგორ ამოხსნით ახლა ამას? ანუ 36 ლარი და 64 ხო იქნებოდა ჯამში რამდენი გამოდის 90 ლარი. და ეს 90 ლარი რა იქნებოდა? ეს 90 ლარი იქნებოდა აი მეორე გატანის დროს რაც იყო თანხა სანამ მეორე გატანა განხორციელდებოდა მისი 4/9 თუ ეს ანუ 5/9 ნაწილი არ გამოდის? კი 5/9 გამოდის ანუ აქედან ხო გამოდის რომ 1/9 ნაწილი არის 18 ლარი. კი მაშინ 4/9 ნაწილი რა იქნებოდა 4x18 ანუ 72 ლარი. კი ბატონო. ისე იგი ჯამში რა ყოფილა ეგ ყოფილა 90 ლარს დამატებული 72 ანუ 162 ლარი ყოფილა. მაგრამ ეს 162 ლარი რა არის? ეს 162 ლარი არის იდეაში სულ თავიდან პირველი გამოტანის დროს რაც ხდება, ანუ საწყისი თანხის 3/4 ნაწილი არ არის? კი. და 162 ლარი თუ 3/4 ნაწილია, მაშინ 1/4 ნაწილი, ბოდიში აქ ახლა არ ჩანს გაგირთმანა. 1/4 ნაწილი გამოვიდოდა რამდენი გამოდის 53 ლარი. აგერ მაშინ 1/4. ხო, 3-ზე რომ გავყოფდით 54 გამოდიოდა, ხო? 54 ლარი. ცუდად დავთვალე რაღაც. რამერია 5/9 იქნებოდა 64 და აი მე 64 და 36 ცუდად დავთვალე 90 ლარი კი არა 100 ლარია. ესე იგი გამოდის რომ 1/9 იქნებოდა 20 ლარი. მაშინ 4/9 იქნებოდა 80 ლარი. ეს იქნებოდა 180 ლარი, 80 და 100. და 3/4 თუ 180 ლარია, 1/4 იქნებოდა 60 ლარი, ხო? 3-ჯერ ნაკლები. და გამოდის, რომ ეს თუ 60 ლარია და აქეთ 180 ლარი იყო, ანუ ჯამში გამოდოდა 240 ლარი. კიდევ ერთხელ განახებთ მე ამას და ნახე გამეგანსაკუთრებული არაფერი თუ საერთოდ X-ების გამოყენებას არამაც ხალხის თემაა და როგორც ისეთი განსაკუთრების დროის და ნოზოგავი ზარმაცი ხალხი X-ებს ძალიან ხშირად ვიყენებთ რა. და უფრო მარტივიცაა განსაკუთრებული რაღაცა ჩაღრმავების გარეშეც გვეხმარება პრობლემის ბოლომდე მიყვანაში. ისე ცოტა კრეატიულობა მოწონს უნდა ხელოვნების გარკვეული ელემენტები დაიჭიროს ამოხსნის პროცესში, შესაძლოა მსგავსი მეთოდიც მოეწონოს. 58 ამოცანა. აქციონერთა შეკრებას არ ესწრებოდა აქციონერთა 1/5. მას შემდეგ, რაც მოვიდა ერთი დაგვიანებული, დამსწრეთა რაოდენობამ შეადგინა მთლიანი რაოდენობის 5/6. ეხლა გვეთამაშება სიტყვებით და არ ესწრებოდა, დამსწრები, მოდი, დამსწრე და არ დამსწრე. მოდი ესე იყოს, ხო? აქციონერთა შეკრებას 1/5. სულ არის სხვა X. დამსწრეები რამდენი იყო? აქციონერთა შეკრებას არ ესწრებოდა 1/5. ანუ
1/5 x თუ არ ესრებოდა, 4/5 დაესრებოდა, ხო? მას შემდეგ რაც მოვიდა ერთი დაგვიანებული, ხა, ერთი დაგვიანებულის მოსვლა, მეგობრებო, არ ცვლის მთელ რაოდენობას. მთელი რაოდენობა ისევ x-ია, ხო? მე ასე ვთქვათ, აქციონერების სრული რაოდენობა აქვს x-ით აღნიშნული და არა ის, ვინც იმ დღეს ესწრებოდა მაგალითად. და მთელი რაოდენობა რჩება, თუმცა დავსრების რაოდენობა უკვე ხდება, ასე ვთქვათ, 4/5 x + 1, ხო, 1 მოვიდა. და ნახე რა ამბავს ვიყვება? დამსრეთა რაოდენობა შეადგინა მთელი რაოდენობის 5/6. ანუ უკვე დამსრეები, ესე იგი, აი ეს რაოდენობა გახდა მთელი რაოდენობის 5/6. აჰა, 5/6 x-ის ტოლი ნახე. აი ასე თქვი, ძალიან ისეთი ხო არა, მეტი ახსნა აქ პრინციპში რა იყო დამსრეები, რადგანაც 1/5 არ ესრებოდა, ესე იგი 4/5 ესრებოდა და ერთის დამატებით დამსრეთა რაოდენობა მთელი რაოდენობის 5/6 გახდა. ფაქტი პრინციპია. იდეაში. მით 30-ზე გავამრავით ახლა ჩვენ ბოლობის ორი მხარეს. ასე შეიკვეცება ეგ 1 6/24 x გამოდის, აქ 30, ეს 25x, 24x გამოკლებით და მთელი რაოდენობა გამოდის 30. კი ბატონო, რამდენი აქციონერი უნდა ყოფილიყო კრებაზე? მთელი შემადგენლობა იქნებოდა 30, აი 30 უნდა ყოფილიყო. ახლა ნახოთ რა ხდება 59-ში. 159. ლიფტის თავდაპირველი ფასი იყო 270 ლარი. თავიდან კი ბატონო 270. სამჯერ ჩამოფასების შემდეგ, ოპა, მისი ფასი გახდა 80 ლარი. სამჯერ ჩამოფასების შემდეგ, ანუ პროცენტებით არის? რამასთან ამდენჯერაც ლიფტი ჩამოფასდა პირველად, იმდენჯერ ჩამოფასდა მეორედ და მესამედ, იმდენჯერ. რა რიდა? ლიფტი პირველი და მეორე ჩამოფასების შემდეგ, ანუ იმდენჯერ ვერ, ხო? კარგი, საერთოდ პროცენტული ცვლილება რო არის, ასე მიყვარს ჩაწერა და ვითვლიდეთ. ხო, აქ პრინციპში შეგვიძლია, რა ვქნათ? დავშალოთ აქ. აი პირველი და ჩამოფასების შემდეგ რამდენჯერ თქვათ, ორჯერ შემცირდა. ანუ პირველი ჩამოფასება იქნებოდა რა? 270 გაყოფილი x-ზე. ასე არ იქნებოდა? ნუ x-ჯერ შემცირდა ღირებულება. ამასთან რამდენჯერაც ლიფტი ჩამოფასდა პირველად. თქვათ, ჩამოფასდა x-ჯერ. ჩამოფასდა x-ჯერ. კარგი. პირველი ჩამოფასების შემდეგ, მაშინ 260 გაყოფილი x-ზე იქნებოდა. მეორე ჩამოფასების შემდეგ 270, მე x-ები კიდე უნდა გაგვეყო x-ზე და ამას კიდე რომ გაყოფი x-ზე, იგივეა 270, მე x-ები გამრავლებული ერთი შეფარდებული x-თან და ანუ 270 შეფარდებული x კვადრატთან. მესამე ჩამოფასების შემდეგ ეს იქნებოდა 270 გაყოფილი x კუბზე, ხო? და თან აღმოჩნდა, რომ ამ მესამე ჩამოფასების შემდეგ უკვე 80 ლარი არის ფასი. ანუ ეგ უნდა გავუტოვოთ 80-ს. აქედან x კუბი გამოდის 270 შეფარდებული 80-თან. ეგ იკვეცება, ანუ x კუბი გამოდის 27 მერვედი და 27 3-ის კუბია და 8 2-ის კუბი, ანუ კუბურ ფერს თუ ამოიღებით 27 მერვედიდან, ეგ იქნებოდა იგივე 3 მეორე. ანუ ყოველ ჯერზე 3 მეორედჯერ მცირდებოდა ფასი. ახლა კითხვა, ხო? რა ხირდა თითი პირველი და მეორე ჩამოფასების შემდეგ. კარგი. ანუ პირველი ჩამოფასების შემდეგ აგერაკეს, ხო? პირველი ჩამოფასების შემდეგ რა იქნებოდა? ჩამოფასების შემდეგ.
პირველ ჩამოყალიბების შემდეგ 270 უნდა გაგვეყო 3/2-ზე, ანუ ეგა 2/3-ზე გამრავლება. რამდენი გამოდის პრინციპში? ეს გამოდის 90, 180 იქნებოდა. მერე 180 უნდა გაგვეყო 3/2-ზე, ანუ გაგვევრავლებინა 2/3-ზე და ეს იქნებოდა 120. აბაშე, კი ბატონო, 180 და 120. ეს იქნებოდა პასუხი. მე-60. 160 ამოცანა ვნახოთ. კომპანია მოგების 1/5-ით შეიძინა ახალი მოწყობილობა, დარჩენილი თანხის 1/4-ით დაეხმარა კომპანიის თანამშრომლებს 25 მილიონი ლარი დახარჯა. წავყავთ, ესე იგი, სულ თქვათ, ქონდა კომპანიას რაღაცა X ლარი. ახალი მოწყობილობაზე დახარჯა თანხის 1/5. 1/5 X. დარჩენილი თანხის 1/4-ით დაეხმარა კომპანიის თანამშრომლებს ბინების შეძენაში. ბინების შეძენა, ხო? ანუ დარჩენილი თანხის, ესე იგი 4/5 X-ის, ხო, იქნებოდა ამდენი დარჩენილი 1/4-ით. ხო, მეოთხედი ნაწილით. ესე იგი 1/5 X-ი გავა. 25 მილიონი დახარჯა კომპანიის აქციათა დივიდენდების დასახმარებლად. ანუ დივიდენდები 25 მილიონი. თქვა რამდენი მილიონი ლარი. არგიბად. ამის შემდეგ კომპანიას დარჩა მოგების 0, ხო, ანუ მოგებაზე არის ალბარი საერთოდ. მოგების 1/5 ნაწილი დარჩა. 1/5 X-ის, ხო? რისი ტოლია კომპანიის მოგება? ანუ X-ი უნდა გაუტოლო 1/5 X დამატებული 1/5 X-ია, ხო? ასე, დამატებული 25, დამატებული 1/5 X-ი. მოდი 10-ი გავამრავლოთ. ტოლობის ორი მხარე, აქეთ 10 X იქნებოდა, ეგ 1/5 რო 10-ი გამრავლდებოდა 2X-ი, 2X-ი, 250, აქ იქნებოდა X-ი უბრალოდ. ნუ მარჯვენა მხარეს 5X-ია გადავეკითხოთ. 5X-ი დარჩება და X-ი გამოდიოდა 50-ის სწორი. ანუ თავიდან 50 მილიონი ქონია. კარგი. პრინციპში ეს არ იყო ფართული გასეირნება, მაგრამ მოდი, კარგი, აქაც ეს ციკლი 10-ამოცანიანი ციკლი დავასრულოთ და 171 ნომრიდან გავაგრძელოთ ამოცანების განხილვა. დაბადროებით.